განათლების სისტემაში პრობლემები სულ იქნება და რეფორმასაც ისე უნდა შევხედოთ, რომ რაღაცა არსებობს რაღაცა სასრული ერთი ინტერვენცია, რომელსაც დანერგავ და აღარ იქნება ეს პრობლემა. ეს არის ძალიან დინამიკური პროცესი, როგორც ბავშვები ვითარდებიან, როგორც საზოგადოება ვითარდება, ისე ვითარდება პოლიტიკა და გუშინაც მუშაობდა, თუნდაც ადგილზე იყოს შექმნილი და ერთ პერიოდი ეფექტური იყო, შეიძლება ხვალ აღარ იყოს ეფექტური, მაგრამ მგონია რომ თავარი რაც ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია არის, რომ განათლებას ვამბობთ, რომ განათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ განათლების პოლიტიკა არ არის მიზნად არისახავს განათლების ცვლილებას. განათლების პოლიტიკა ჩვენთან წლების მანძილზე არის მიმული სხვა სისტემებს და სხვა ინტერესებს, მაგალითად საარჩევნო სისტემას, იმიტომ რომ მასწავლებლები 60,000 მასწავლებელი თავისი განსაკუთრებით თქვა თუ შევხედავთ რეგიონულ ჭრილში არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რესურსი, რომელიც გამოყენების ძალიან დიდი ტრადიცია გვაქვს. ბუნებრივია რომ თქვა რაღაცა სხვადასხვა სისტემებთან ბმა აქვს განათლების სისტემას და ასე განყენებულად სახელმწიფოში ვერ განიხილავ, მაგრამ სანამ განათლების სისტემის განათლების პოლიტიკის მთავარი ამოსავალი ისევ განათლება არ იქნება, მანამდე ძალიან რთულია სხვა რამეზე საუბარი. ჩვენ უნდა შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები ისაუბრებენ, როგორ ესმით განათლება.